ირანის ქალაქ ისპაჰანზე ამერიკულ იერიშებს ძლიერი აფეთქება მოჰყვა. კადრებს ადგილობრივები ავრცელებენ. ამ ქალაქის ცენტრში ირანის უმსხვილესი სამხედრო ბაზაა განთავსებული, ისევე როგორც ბირთვული ობიექტები. სწორედ ისპაჰანს უკავშირდება ბირთვული პროგრამის გამდიდრებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა, რომელიც ივნისში 12 დღიან ომში ამერიკამ გაანადგურა. ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის ერთობლივი სამხედრო ოპერაციის მიზნებში სულ უფრო მეტი ირანული სამიზნე ხდება, მათ შორის სამხედრო პირები, სამხედრო ბაზები, თავდაცვის სისტემები და ბევრი სხვა. ამ ყველაფრის გაგრძელებას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი კიდევ 2-3 კვირა გეგმავს. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ისაუბრა. ჩვენ დავტოვებთ ირანს და ამას მალე გავაკეთებთ და შემდეგ ისინი ჩამოიშლებიან. ვფიქრობ ამას 2 კვირაში, შესაძლოა 2 კვირაში ან 3-ში გავაკეთებთ. ჩვენ მათ ძლიერად ვურტყამთ. გასულ ღამეს დავარტყით დიდი რაოდენობით რაკეტების საწარმოს. ამის შესახებ ალბათ უკვე წაიკითხეთ. დიახ, ბუნებრივ აირზე ფასები მაღალია. სამაგიეროდ აღარ გვყავს ქვეყანა, რომელიც ატომურ ბომბს გვესვრის. როგორც ეს 6 თვის წინ შეეძლოთ. ჩვენ ვართ უსაფრთხო ქვეყანა. ჩვენ მოგვიწია პატარა ექსკურსიის ჩატარება, იმიტომ რომ ყავდა შეშლილი კაცი სახელად ხამენეი, რომელიც სამწუხაროდ აღარ ყავს. ჩვენ უკვე ვხედავთ შეცვლილ რეჟიმს. ჩვენ გავანადგურეთ ერთი რეჟიმი და შემდეგ გავანადგურეთ მეორეც. ჩვენ ახლა ვესაუბრებით სულ სხვა ადამიანებს, რომლებიც ძალიან განსხვავდებიან წინამორბედებისგან. ისინი მეტად გონიერები არიან, ნაკლებად რადიკალურები და მეტად რაციონალურები. ეს კი შესანიშნავი რამაა, რაც ჩვენ გავაკეთეთ. ამერიკა-ისრაელის ერთობლივი ოპერაციის შედეგად ირანმა გენერალური შტაბის ხელმძღვანელის მრჩევლის სიკვდილი უკვე დაადასტურა. ამ და სხვა ძლიერი იერიშების პასუხად ირანმა რეგიონის ქვეყნებზე მიიტანა იერიში. სამშაბათ საჰაერო განგაში ისმოდა ისრაელის ცენტრალურ რაიონებში. ქალაქ ბნეიბრაკში არიან დაშავებულები. ირანის იერიშები მიმართულია ასევე სპარსეთის ყურის ქვეყნებისკენაც. არაბთა გაერთიანებულ საამიროებში აღნიშნეს, რომ დუბაიში საფრთხე ჰაერში მოხსნეს, თუმცა ქალაქში 5 დიდი აფეთქება მოხდა. არიან დაშავებულები. ამ ყველაფრის ფონზე თეირანი ომის დასასრულებლად მისთვის წარდგენილ ამერიკულ მოთხოვნებს იწუნებს. მას არარეალისტურს უწოდებს და ხაზს უსვამს, რომ პაკისტანის ჩართულობით მიმდინარე მოლაპარაკებებში არ მონაწილეობს. დოკუმენტები, რომლებიც სხვადასხვა სახელწოდებები ჩვენ გადმოგვეცა, როგორიც იყო მაგალითად 15 პუნქტიანი გეგმა, ძირითადად შეიცავს გადაჭარბებულ, არარეალურ და უსაფუძვლო მოთხოვნებს. შეხვედრები, რომლებიც პაკისტანმა მეზობელ ქვეყნებთან ერთად გამართა, წარმოადგენდა ჩარჩოებს, რომლებიც თავადვე დააწესეს. ჩვენ მათში მონაწილეობა არ მიგვიღია. ისრაელის პრემიერ-მინისტრი კი ოპერაციის 1 თვის თავს აჯამებს. ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, სამხედრო ბიზნესის ნახევარი მიღწეულია, რითიც ირანის სამხედრო შესაძლებლობები მნიშვნელოვნად შესუსტდა. ამასთან ისრაელის ლიდერის თქმით, მტრულ სახელმწიფოს სახიფათო უნარები მაინც შერჩა. დღეს ჩვენი სამხედრო კამპანიის დაწყებიდან 1 თვე გავიდა. იმ ტერორისტულ რეჟიმს სისტემატურად ვამარცხებთ, რომელიც 10 წლეულების მანძილზე გაიძახო და სიკვდილი ამერიკას და სიკვდილი ისრაელს. მართალია, მათ ჯერ კიდევ აქვთ შეზღუდული შესაძლებლობები, მაგრამ ჩვენს არსებობას საფრთხეს ვერ შეუქმნიან. ვეღარ გაისვრიან ათასობით ბალისტიკურ რაკეტას ჩვენი მისამართით, რათა ისრაელის ქალაქები გაანადგურონ. ამ ოპერაციამდე ჩვენ ირანს მარტო ვებრძოდით. უკვე დღეს ამერიკის შეერთებული შტატების მხარდამხარ ვიბრძვით, რაც ისტორიული კოლაბორაციაა. ჩვენ კავშირებს ვამყარებთ ახალ პარტნიორებთან რეგიონშიც საერთო ირანული საფრთხის წინააღმდეგ. ამის შესახებ მეც მოგვიანებით გეტყვით. მსოფლიო მედია უკვე აქტიურად წერს ერთთვიანი ომის შედეგებზე. მათი ცნობით, კონფლიქტმა რეგიონში 3000 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მილიონი ადამიანი კი იძულებით გადაადგილებული პირია, როგორც ირანიდან, ისე ლიბანიდან.